ეს ლექსი თვითონ ეს ლამაზი წყობა სიტყვათა მიწაზე ქვეყანა ლამაზი წინადადებები აქვს, მაგრამ მიწის ჯული ეს პირველად გრიგოლ რობაქიძემ გააშხერა, იმიტომ რომ ასეთი ლექსი აქვს მას დაწერილი მიწის ჯული და იქიდან ავიღე მე და იცით თქვენ რომ ემიგრანტების თემას ამ ფილმს მიწის ჯული ქვია. ეხლა გიმასწავლებელო, აი, როდესაც ჩვენ წარმოიდგინეთ სტუდენტებთან მიწის ჯულ ფილმს ვაჩვენებთ, რა სერიოზული ემოცია შეიძლება გამოიწვიოს მათ უკვე ამის შესახებ ბევრ გამოცდილიც აქვს უკვე და ამიტომ ეხლა ჩვენ აქ ფილმებს აღარ გაჩვენებთ ხოლმე, მაგრამ სტუდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის დიდი ნაწილებია ფილმების და იქ არის უკვე სერიოზული მსჯელობა და ისინი უკვე ამ თემებს კარგად ხვდებიან, როგორი მტკივნეული. მოკლედ, ამასაც აქვს ესეთი გრიგოლ რობაქიძის სიტყვები წამჯღარებული. იყო ერთი თავადი, ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი. პატრაშორის ილია ჭავჭავაძის კარგი მეგობარი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. ევროპაში დადიოდა, სხვათა შორის ცნობისთვის გეტყვის ევროპული კაპიტალიზმის ეკონომიური საკითხები პირველად დაძრა ვარლამ ჩერქეზიშვილმა, ეგრე რომ ევროპისთვის ძალიან ცნობილი კაცია, მსოფლიოში სახელგანთქმული ასეთი ქართველი თავადი. ქართული მას არ ემარჯვებოდა, ანუ უჭირდა რა ქართული. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეიხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. ლუღლუღი რა არის? აი, გაურკვეველ სიტყვებს რო ამბობს რაღაც. თან არ იცის ქართული, მაგრამ ამეთყელდა რაღაცა თავისთვის გაუგებარი სიტყვები. აი, რა არიან ძირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. და წეს რომ ეს რო არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდითო. გრიგოლ რობაქიძემ რომ ეს დაწერა, მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი. მაშინ ჩემო ძვირფასებო, ქართველობა, მართლმადიდებლობა საერთოდ აკრძალული იყო, რობაქიძეს ნაწარმოები საერთოდ აკრძალული იყო, ხრეტდნენ ქართველებს, ეროვნული სულისკვეთების ქართველებს და გრიგოლ რობაქიძეს მოკლედ გაემგზავრა უცხოეთში და იქ შეატყობინეს რომ აღარ დაბრუნდიო, იმიტომ რომ პირდაპირ ხოცვა-ჟლეტვა და დახვრეტები დაიწყეს მამულიშვილი ქართველების. ამიტომ დარჩა და ვეღარ ჩამოვიდა საქართველოში ესეთი. და იქიდან წერდა მთელი თავის ცხოვრება არ გაჩერებულა, საოცარი პუბლიცისტიკა დაწერა, გარდა იმისა, რომ უნიკალური პოემები აქვს, ძალიან მძაფრი და სიღრმისეული ლექსები აქვს, პიესები აქვს და უამრავი ასეთი დასწაული რამ. ხო და ესე იგი, როდესაც გრიგოლ რობაქიძე ამას წერდა, ჩემო ძვირფასებო, წარმოიდგინეთ, მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში მოვიდოდა დრო, როცა ჩვენ ეროვნულობაზე, მართლმადიდებლობაზე და ქართველობაზე აღარ დაგვიშლიდნენ ლაპარაკს. მაშინ, აი, თუ გადავრჩებოდით მართლა წარმოუდგენლად ძნელი წარმოსადგენი იყო ისეთი რთული სიტუაცია და რობაქიძემ მაშინ მიწერა თავის ახალგაზრდებს, რომ მე რო ამებს წარმოვთქვამო ნინოზე, თამარზე, ქეთევანზე, აღმაშენებელზე, დავით გურამიშვილზეო, თქვენში გაცოცხლდებიან, აი ფესვებიო, ის დიდნი წინაპარნი, რომელთაც მოგვიტანეს ეს სამშობლო ჩვენამდეო და გაცოცხლდებიან და მხარში ამართულთ, თქვენ ვერ აგძლევთ რაო. აი, როგორი დაბეჯითებით იცოდა გრიგოლ რობაქიძემ ქართული ფესვის ძალა, ჩვენი სიღრმისეული მამა პაპის გენი და ჯიში და ჩვენი მოდგმის, ჩვენი სისხლის და ჩვენი აი გენეტიკის საიდუმლო, რომ მოვიდოდა დრო და ამას მაინც ვერაფერს დააკლებდნენ. ეხლა მე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა, ეს არის მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტი, აქ არ მაქვს, მაგრამ გავიხსენებ.
ესე იგი გრიგოლ რობაქიძეს წერს მიხეილ ჯავახიშვილი. არა მექნება, იმიტომ რომ გრიგოლის სიტყვა, ეს გრიგოლის სიტყვა, აი მშობლიური ფესვები მოქცეული არიან ათასწლოვან შრეებში ადამიანის ქვეცნობიერებისა. მიხეილ ჯავახიშვილს წერს უცხოეთში. მაშინ როცა იდეოლოგია გაჩენილია ზედაპირზე მისი ცნობიერების. მოდი უფრო დავაკონკრეტოთ, რა არის იდეოლოგია? აი ეს პოლიტიკა დღევანდელი, როგორსაც ატარებებს, აი ჩვენ არსებობაში. რობაქიძის დროს ეს იყო წმინდა კომუნისტური იდეოლოგია. მთელ საბჭოთა კავშირში ვრცელდებოდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრად ეს შეეხო საქართველოს, იმიტომ რომ იქ მოიაზრებოდა ამ იდეოლოგიაში, რომ ღმერთი არ არსებობდა, ბავშვობიდანვე ასე გვდიდნენ ჩვენ. აკრძალული იყო ტაძარში სიარული, აკრძალული იყო მართლმადიდებლური ლიტერატურა და უსაშინლესი პერიოდი იყო და აი რას ამბობს, რომ რას დააკლებს იდეოლოგია, რომელიც ახალი შექმნილია ეხლაო, იმ ფესვებს, რომელიც ათასწლოვანი სიღრმისაა და ჩვენს შინაგან შრეებშია ჩაფესვილი, ანუ ჩვენს ფესვებში ღრმად აქვს ადგილი. ხო და აქედან ცხადია, რომ მშობლიურ ფესვებს 1000-ჯერ უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე რომელიმე იდეოლოგიას. ეხლა მე აი რა სიხარულით გიკითხავთ ამას, იმიტომ რომ ახდა გრიგოლ რობაქიძის ეს ერთგვარი განჭვრეტა და წინასწარმეტყველება, რომ მოვიდოდა დრო და ჩვენში ეს მართლმადიდებლობა აღორძინდებოდა, ქართველობა, ეროვნულობა. ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მიწასთან. ჩვენთვის მიწა სისხლი და ხორცია. არა მხოლოდ მიწა როგორც მთლიანი, არამედ მისი ყოველი ნაწილი ჩვენთვის იმ ზესივრცული არსით იმოსება, რაც მეტაფიზიკურ სფეროში გარკვეულ სულიერ სინამდვილეს შეესაბამება. ფშავ ხევსურეთში დიდ დედას ადგილის დედის სახით განადიდებენ. დიდი დედა ქვია ჩემო ძვირფასებო, სვანებმა იციანეს, დიდი დედა, ესეთი სალოცავი ჰქონდა ბევრად სვანეთში. ხო და ადიოდნენ თურმე მარტო დედები. აი მთაში ხო არის მარტო მამათა სალოცავი, სადაც ქალის ფეხი არ დადგება, იცით თქვენ ეს, რომ აკრძალულია ქალის ვისლა. და ერთი სალოცავი კი სვანებს აქვთ, მარტო დედები რომ მიდიან. ხო და აიტანდნენ რაღაცა თავისებურ რიტუალს, ილოცებდნენ და ეხლა გამახსენდა, იცი რას ლოცულობენ? მოგვეც შვილთა სიმრავლე, ვაჟთა სიმრავლე, ვაჟი და რატო იყო ვაჟი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მებრძოლი იყო ვაჟი და საქართველოს იმდენად უჭირდა, რომ თვითონ მებრძოლი გადამწყვეტი იყო. აი სვანებს ეს ტრადიცია აქვს დღემდე შერჩენილი და იცი როგორ ამბობენ? რამდენი შვილი ყავსო, რომ ეკითხებიან? იციან რომ 3 შვილი მყავს და 2 გოგო. ანუ განაგო შვილებს არ ათვლიან, მაგრამ 3 შვილი ნიშნავდა, რომ 3 მებრძოლს ვდიო სამშობლოსთვის. აი, გარემ აქვე ვიტყვი, ლამპრობა, ასეთი წესი აქვს. ესეც სვანებმა მოიფიქრეს. ნახეთ რა מחვილ გონივრულია. მოკლედ თამარის ეპოქაში მაშინ ხო არ იყო ასეთი დღევანდელი თანამედროვე ტექნიკა, რომ დაეთვალათ რა, აი რამდენი ბრძოლი მეფეს დროს ცოდნოდა გაჭრების დროს რამდენ ადამიანს გაიყვანდა საბრძოლოდ. ხო და გამოაცხადებდნენ თურმე კუთხეებში, რომ დათვალეთო და სვანებს მოუფიქრებიათ დათვლის ასეთი მეთოდი, რომ დაღამდებაო, გავრცელდა ხმა, ყველა ანთებული ჩირაღდანი გამოიტანოს. და ღამე გამოვიდა ერთი და დათვლიდა, რამდენი ჩირაღდანიც იყო, იმდენი მებრძოლი ყავდათ და ყველაზე ადვილად სვანებმა მიიტანეს და თამარის ეპოქაში გადაირიდნენ, თქონდე, საიდან გაიგეთო ესო? აი ესეთი რამე მოვიფიქრეთო და დღესაც ეს ტრადიცია ლამპრობის დღესასწაული დღესაც აქვთ. ნუ და ასე ლამპრებს ესე იგი კვარი არის და რაღაცა ხე არის, რომელიც კარგად იწვის, ამას წაუკიდებენ ცეცხლ და რაღაცა დღე აქვთ და იმ დღესაც სვანები მე სხვათა შორის ნამყოფიცა ვარ, გადაღებულიც მაქვს ეს თქვენთვის. და მოკლედ აქ ფილმებიც არის ჩართული ამ ყველაფერთან და ესეც ერთგვარი დახმარებაა ჩვენი ბავშვებისთვის, რომ ეს თავისი თვალით ნახონ. მოკლედ ესე იგი თუ სვანები დიდ დედას ეძახიან, ასეთი სალოცავი იყო, ძველის ძველი,
ხევსურებით ძველი სალოცავი, ოღონდ იქ ადგილის დედაქალაქი. აი ესეთი ძველი ისტორია გვაქვს ჩვენ ქართველებს დედის უდიდესი სიყვარულის. აქ ამაზეა ლაპარაკი. გავიხსენოთ როგორ აღმართავენ ჩვენ სალოცავს. ეხლა ნახეთ რა საოცარია. მე ფშავში ვყოფილო ერთ ადგილის მოსალოცად. ადგილის მისტიური გუმანით არჩევენო. აი სად გააკეთონ ხატი. ეხლა ესეც ძალიან საინტერესოა. ხატს კი ეძახიან ხევსურეთში მაგალითად, ფშავში. მაგრამ იქ ხატია, ჩვენი თანამედროვე გაგებით ასეთი ხატია, როგორც ეხლა ეს ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატია, ასეთი ხატი იქ არ აქვს. ანუ ხატს ეძახიან, მაგრამ ადიხარ იქ და პატარა ამხელა შენობა, პატარა შენობაა ქვისგან რა. შიგს ანთებს კი ანთებენ, მაგრამ როგორც ასეთი ჩვენი ბარული თქმით, ბარის თქმით, ხატი ასეთი არ მოეპოვებათ, არ არის. არაფერი სხვა იქ არ შენობა ისეთი არ არის, რომ სადმე შეხვიდე, ესეთი პატარა მომცრო, აი 9 მეტრიც არ არის რა. დაახლოებით ესეთი პატარა შენობაა. ხო და ახლა აქ რას ამბობს რობაქიძე? აი როგორ არჩევენ? ესე კი არ არის, სადმე მაღალი მწვერვალი ნახეს და ააშენეს, ესე არ არის. აი შინაგანი გუმანით გრძნობენ. მაგათ ხო ყავთ თავიანთი ხევის ბერები და რაღაცა მლოცველები და თავისებური. იმათზე არიან მიყრდნობილი და ისინი შიგნიდან ესე გრძნობენ, სად არის ეს მისტიური ადგილი. აი ესეთი საოცარი მოდგმის ხალხი ვართ ჩვენ. მისტიური გუმანით არჩევენ. ის ამა თუ იმ სახით მუდამ ამ სალოცავის არსის შესაფერისია. ამიტომ გვაქვს სხვადასხვა სახის სალოცავები. აი ზოგი ღვთისმშობლისაა და შინაგანად განიცდიან, რომ აი აქ უნდა იყოს ღვთისმშობლის, აქ წმინდა გიორგის საბრძოლო და ასე შემდეგი. მიქაელ მთავარანგელოზი უყვართ ძალიან და ასე შემდეგ. უფლის და ასეთი თამარის ესეთი სალოცავები. ხო, მზე და მიწა საქართველოში შეწყვილებულ შეუღლებულნი არიან. დაუკვირდით რა როგორი სიტყვებია. მზე და მიწა საქართველოში შეწყვილებულ შეუღლებულნი არიან ერთმანეთთან ღრმად და წრფელად. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი, რადგან მის ნოყიერ ბელტებში ძალუმად ღვივის ქრისტეს სუნთქვა. აი ჩემთვის ეს წინადადება, ეხლა ბოლოს რო ვთქვი, აი რას რამ წამიკითხავს ჩემ სამშობლოზე, ასეთი მძაფრი მე პირადად არაფერი წამიკითხავს რა, მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ. მის ნოყიერ ბელტებში, ქართული მიწაზეა, ჩვენი მიწის ნოყიერ ბელტებში ძალუმად ღვივის ქრისტეს სუნთქვა. ქართული რასა რაინდული სისხლით არის აცეცხლებული. საქართველოს ისტორია რაინდობის პათოსით იმართებოდა ყოველთვის. ჩვენ ვართ მზეთა შვილები და გვიყვარს მეტად მზეოსანი ლალებით მოთენთილობა. რამხელა პოეზია აი ამ წინადადებებში. კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის ყველაზე მძაფრად გრიგოლ რობაქიძე აღწერს აი ჩემს შინაგან სამშობლოს სიყვარულს. ჩემთვის ეს არის ყველაზე ღრმად აღწერა. მოკლედ ახლა რამოდენიმე ამბავი უნდა მოგითხროთ. ყივნეული, ცვემლიანი, ოღონდ ჯიგრიანი, აი ფესვიანი და ისეთი, რომ აი ყველა ქართველს რაღაცა რომ დაემართება რა შინაგანი აცატაცება და აცეცხლება და იმ ფესვების შეტოკება. ლოვარ ტუხაშვილმა მოიტანა ეს ამბავი ჩვენამდე. ერთხელ დიდი მაგოლის იმპერატორს მიართვეს 14 წლის ქართველი ასული სამეგრელოდან. მიართვეს რა, როგორც გითხარით, ქალწულებს იტაცებდნენ და ბაზარზე ყიდიდნენ. მე ამ ბაზარზე ყვაბაზარზე გადაიყვანდნენ, ფასს უმატებდნენ და ესე ვაჭრობა მიდიოდა ქართველი ქალწულების და როგორც პატარა ბიჭების კიდე იმათ კიდე მებრძოლებაც იყვნენ. ქართულ ქალწულებს კიდე საჩუქრად მიართმევდნენ ხოლმე საჰაბაზებს და ვიღაცა 1000 ოხერსა და მაიმუნს. ხო და აქ არის 14 წლის ტყვე გოგო მიართვეს ინდოეთში. ერთი წელი
მიჰყავდა ტყვე ინდოეთამდე. წარმოიდგინეთ, იმდენი ბაზარი მოავლოცეს და მოუმატეს ფასები, რომ ლამაზი გოგო რო იყო, რომ ერთი წელი გზადაგზა დაყავდათ. იგი უფროს ვაჟიშვილს დარას დაუთმო ვიღაცამ, შაჰ ჯეჰანმა. ვიღაცა უფროს ვაჟიშვილს, ანუ თავის შვილს დაუთმო. გაიზარდა გოგონა. მზის სხივად იქცა. ანუ ინათინივით ლამაზი საყვარელი სპექტაკლი. უდიპური უწოდეს დედოფალს. ასეთი უცნაური სახელი. უდიპური. გაგიჟებით შეუყვარდა დარას ცოლთა უპირველეს. ამათ ხო იციან 5 შვილი, 5 ცოლი, 10 ცოლი, 20 ცოლი და 100 ცოლი და. მოკლედ ბევრი ყავდა, მაგრამ ესო სხვანაირად უყვარდაო რა ეს პატარა ჩვენი ქართველი ქალი. მისი ხათრით მაჰმადი უარყო საიდუმლოდ ქრისტიანობაზე გადავიდაო. წარმოგიდგენიათ ხალხო, ისეთი ძალა ქონდა ამ პატარა გოგოს. ახლა ცოლს ხო ვიცით რა ძალაა კაცზე. შეიძლება ითქვას სული და გულია. საყვარელი მამაკაცისთვის მეუღლე და ეტყობა ამას ისე შეუყვარდა, რომ მისი ყველაფერი მნიშვნელოვანი გახდა და ჩუმათო, რა თქმა უნდა, არავის არ აგებინებდა ამას. ამ დროს აიშალა დიდი მოგოლის სამეფო კარი. ანუ აი ეს კი საქართველოშიც ვიცით რაც არის, აი ძმები რო დაერევიან მეფობის ტახტზე ერთმანეთს რა. და იქაც ინდოეთშიც ეს ყოფილა. შაჰ ჯაჰანის 4 ვაჟი ერთმანეთს დაერევიან. წარმოიდგინეთ, 4 ვაჟია. ხო და ერთ-ერთი უნდა გახდეს მეფე. ერთმანეთი დაერივნენ და ვინც ამოწყვიტავს, 3 გაწყდება და ერთი ვინც დარჩება, ის გახდება მეფე. აი ძალიან ხშირად ხდებოდა. სამეფო ტახტი და უდიპური იყო ქიშპობის საგანი. ესე იგი, ნახეთ რა საოცარი ამ წერია. მარტო ამას კი არ შეუყვარდაო დარასო. იმ 3-ვე ძმას, იმიტომ რომ მაშინ ხო ჯერ პატარები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ყველა შეუყვარდა ეს ჩვენი პატარა უდიპურს. ხო და უნდათ ტახტიც და წაერთმიათ დარასთვის ჩვენი ქართველი პატარძალი. იმარჯვა მესამე ძმამ აურანგზებმა, ესეთი სახელი აქვს უცნაური, აურანგზებმა. ამოხოცა თავისიანები, ტახტი დაიკავა. მამამისისა და ძმების ჰარემიდან უდიპური დაიტოვა. დანარჩენი დახოცა სუყელაო და მარტო უდიპური დაიტოვა და გამოუთხდა, რომ მიყვარხარ და შენს გარეშე ვერ ავდლებდა მთელი. ახლა აურანგზებს აურია თავგზა ქართველმა ქალმა. არ უშლიდა ქრისტიანობას სხვების მალულად და ცოლის დასანახად პირდასაც იწერდა თურმეო, რომ ეს სიამოვნები, ეს არ გახდა ქრისტიანი და მართლმადიდებელი, როგორც დარა. მაგრამ ესე იგი არ უშლიდა რა თავარია და თან პირდასაც კი იწერდა, რომ მოეხიბლა. მარტოოდენ სილამაზეზე არ ჰქონდა უდიპურს იარაღად, საოცრად გონიერი იყო. მარტო სილამაზე კი არ იყო მისი ძალაო, აი ასეთი ავტორიტეტი რო ჩამოუყალიბდა, გონიერი იყო, ჭკვიანი იყო. აი თამარის ჯიშისა იყო, ქეთევანის ჯიშისა. აურანგზების მთავარი მრჩეველი თანამმართველი გახდა. წარმოიდგინე, ესე იგი პირველი კაცი ხო ქმარი ყავდა და ეს იმის მთავარი მრჩეველი გახდა. არა მარტო უბრალოდ ცოლი, მაინც ყველაფერი ეზიზღებოდა უდიპურს. ახლა წარმოიდგინე რა დღეში იქნებოდა პატარა გოგო. დინარეების შვენიერი ბუნებაც ერთადერთი უხაროდა უდიპურს. ბადიშახის ქართველ მამლუქებს ზოგჯერ მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდაო. ანუ წარმოიდგინეთ, ნუგეშათ ერთადერთი ქონდა ქართულად რო საუბრობდა ვიღაცასთან. რა საოცარი. აი რას იღრმისეული. ვიღაცისთვის ეს არაფერი არ არის. და ქართველი ქალისთვის ეს არის ყველაფერი, რომ აი ქართულად მეყოლებთ. გვესმის ქართული და შეგვიძლია სიყვარულზე ვილაპარაკოთ ქართულად. 9 კულტურით იყო დაცული ჰარემი. საჭურისები და შეიარაღებული თათარი ქალები იცავდნენ. 1000 ოქრო უჯდებოდა უდიპურს ქართველებთან შეხვედრაო. ესე იგი უყურეთ რას აკეთებდა. ჩუმად იხდიდა ამ ფულს, რომ ეს 9 კულტურები გაერღვიათ, 1000 ოქრო რა იქნებოდა მაშინ სასწაულად იგი. და აი ეს ერთ-ერთზე შეხვდებოდა რა,
ქართველ მამლუქებს, ანუ საქართველოსთან გატაცებულ პატარა ბიჭებს, რომელიც იქ მებრძოლები იყვნენ და იბრძოდნენ და თუ ქართული ესმოდათ, აი ამაში იხდიდა $1000 დაელაპარა 1000 ოქროს დაელაპარაკებოდა და რაღაცებს აი არა ამბები. სხვაგვარად მონათლეს სასახლეში თეთრი ქალბატონის ფულით ნაყიდი პაემნები. ახლა ვინ დაიჯერებდა აი კარგად გამიგეთ რა. ახლა ჩვენ ქართველებს გვჯერა. იმიტომ რომ ჯვარი გვწერია, ახლა ჩვენ რა ბედნიერები ვართ. მე ახლა ქართულად რომ მეტყველებ და არავინ არ გვიშის, ხო? და ქართულად ვისმენ და ქართულად მეტყველებ და იქ ბავშვები ყავს და მოსწავლეები ყავს და შეგვიძლია შოთა წაუკითხოთ ქართულად, აგერ რასაც ვკითხულობ, ობაქიძე წაუკითხოთ, ლექსი წავიკითხოთ, დავით გურამიშვილი, შოთა რუსთაველი, რამდენი სიმდიდრე გვაქვს, ამას მთელი ცხოვრება ვერ ამოწურავ. ასეთი ბედნიერი, იმას კიდე ენატრება ქართველებთან საუბარი, ის რომ ეხლა პირად ბედნიერებაზე იმაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ უყურე მაინც ბედნიერია, რომ ღმერთს როგორ უყვარს, რომ არ უშლიან მართლმადიდებლობას ხალხო, რა საოცარია წარმოიდგინე. არ უშლიან და მართლმადიდებლობას და ესე გარდაიცვალა წავა ღმერთთან, ხო? ეგონათ ყუროებს იღებდა. ანუ ეგონათ რომ კაცებთან ცხოვრობდაო რა, იმიტომ იღებდა ჩუმა თუ ამ ფულს რომ იხდიდაო, ზე კაცები მოსწონდაო რა. ერთმა მოგოლმა სარდალმა მოისყიდა მცველი ქალები. ანუ ეს სარდალი იყო მებრძოლი კაცი და ამასაც უყვარდა ახლა, მაგრამ ხო ვერ აღიარებდნენ და ამან რომ ეს გაიგო, იფიქრა რომ ამ ფულს ესო იმიტომ იხდისო, რომ ამ კაცებთან მერე წვებაო და მე გადავიხდიო და ამან 1000-ის ნაცვლად 10,000 ოქრო გადაიხადა. ხო და მათაც მამულქის ტანსაცმელით შეუშვეს გახელებული მამაკაცი მზეთ უნახავთან. წარმოიდგინე, ახლა ვიღაც მაგოლი შევიდა რა. ხო და გაუცინა უდიპურმა უცნობს, ქართულად დაელაპარაკა. იმან უთხრა რომ მეო მაგოლი ვარო, ურდოს ენაზე უთხრა მხედარმა, შენი სიყვარულით გადარეულიო უთხრა და მიყვარხარო და შენს გამო გავაკეთეო ესო და ეს მაკადრესო სისხლი მოაწვა დედოფალს. ტყუილად ხომ არ იყო კოლხი მედიას ჩამომავალი. უიღბლო მიჯნურიც, მისი ნათესავებით, თათარი მცველებით, საჭურისებით, დედაწულიანად ამოაწყვეტინა აურანგზებსო. წარმოიდგინე, თან აურანგზებს უთხრა, რომ ესეთი რაღაცა იყო და ესეთი რამე გამიბედესო. და იმან დახოცას უყველა მთელი, რა ვიცი, ათასობით ადამიანი, ვინც კი ამ ყველაფერს აი სამშობლოს სევდის გაქარვება სურდა უბედურ ქალს. აბა, რა უნდა შეეთავაზებინა მისთვის ვიღაც გადამთიელს. უდიპური სახე თანამედროვე ინდურმა ლიტერატურამ რამდენჯერმე ასახა სხვადასხვა ვარიანტებით. მისი სახელის ქალაქი დღესაც არსებობს ინდოეთშიო. მე საგანგებოდ რა მომასვენებდა, მოუძებნე ეს ქალაქი იგივე მასწავლებელო და ულამაზესი, აი ნავებით შედიხარ თურმე. ესე იგი ქვია უდიპური რა, ესე ქვია და ეგ კი არა ისიც არსებობს რა. ტურისტული მცველობა და გადაიხდი ფულს და უდიპურში ჩავხვალე რა ქართველი ქალის სახელი ქვია მთელ საოცარი რაღაცა, აი ცხაფორული სამყაროა რა. აი რაღაცა ერთი პატარა რაღაცა ულამაზესი საერთოდ სხვა სამყარო. და მე ზოგადად არ მიჩნდება უცხოეთში წასვლის სურვილი, მაგრამ მან რომ ვინმე დამპატიჟოს სიამოვნებით წავალ და ქართელ ქალებზე წავიკითხავ სანამ იქ ვიქნები, თამარზე, ქეთევანზე, ნინოზე და ვიტირებ ბევრს რა იმით და ამ ამბავს მოუყვები ყველას. იქ ყველამ ვიციან რომ ეს ქართველი ქალის სახელია. და უდიპური ქვია და ასეთი მაგარი დედოფალი იყო და აი ლოვარ ტუხაშვილმა კიდე ეს გადაგვიჩინა ეს კარგი ამბავი ჩემო ძვირფასებო, ასეთი შრუხში ჩამწდომი. საქართველო მსოფლიოს წალკოტი. უწინ რომ დედამიწის 64 იყო, ახლა ყაჩაღთა გამოქვაბულად და მღვიმეებად ქცეულა. ერთი ორ სიტყვას გეტყვი და დასწერე ჩემო ძმაო. დაშლილი, დაფანტული,
ასე ვარ, ჩემო ძმაო. ლამის სული ამოგხვდეს. რა ვქნათ, ჩემო ძმაო. ხარში ამოგვიდექით. ისევ თქვენ, ჩემო ძმაო. მშობლიური მიწიდან აყრა და უცხო ქვეყანაში გადასახლება ისედაც ერთი მუჭა ქართველებისთვის ისტორიული ხვედრი ყოფილა. ეს არ ჩაჰაბას პირველის დროს დაწყებულა და არც მას შემდეგ დამთავრებულა. იგი სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. ბოლო 20 წელია თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა მსოფლიო რუკაზე, სადაც ქართველი არ გადახვეწილიყო სამუშაო შოვნისა და მომავლის იმედით. აღარ არის ხალხი. მოხუცები იხოცებიან ახალგაზრდა ბაქარაიდან თუ იმედი წასული. იშვიათი ოჯახს ნახავ რომ საზღვარგარეთ არ იყოს წასული. თუ არიან 10 წლებით და წლობით სანძილ წასული. და ეგრე უპატრონოდ რჩება სახლების და ყველაფერიც. ქართველთა პირველი მრავალრიცხოვანი გასვლა 1724 წელს მოხდა. როცა მეფე ვახტანგ მე-6 1000 ამალით რუსეთში ჩავიდა. საიდანაც უკან არავინ დაბრუნებულა. ქართველთა ერთი ნაწილი გაემგზავრა ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ერთ-ერთი პირველი ამერიკაში ბახველი და ლანჩხუთელი მოჯირითეები ჩავიდნენ. მათთან ერთად იყვნენ რაჭველები, რომლებიც კონტრაქტით ამერიკასა და კანადაში მუშაობდნენ. ქართველთა უმრავლესობა უცხოეთში ლუკმა პურის საშოვნელად მიდიოდა. თუმცა იყვნენ იდეალისტებიც. ალექსანდრე ერისთავი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომში იბრძოდა. სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი. მართლმსაჯულებას გამოქცეული ვასო წულაძე, რომელიც გურულ მოჯირითეებს შეუერთდა. დიდი ნაკადი ლტოლვილებისა ამერიკაში ჩავიდა 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 200-300 ოჯახი. ემიგრანტთა მეორე ტალღა ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჩავიდა. ისინი უმთავრესად სამხედრო ტყვეები და ევროპაში ომამდე მოხვედრილი ქართველები იყვნენ, რომელთაც ეშინოდათ საბჭოთა რეპრესიული მანქანისა. ძალიან ცუდი პირობებში იყო ტყვეობა ჩემი. პირველ ხანებში გვაწვალებდნენ. ერთი კვირით არც საჭმელი ჰქონდა. საჭმელს გვაძლევდნენ და წყალის არ ჰქონდა. ხოლოდ გვაძლევდნენ ყოველ დღე ერთი მუჭა სიმიჩკის თესლი. ახალგაზრდა ვიყავი და ამას ვერ ავგზნობდი. ყველაფერი ხუმრობად გადიოდა, ყველაფერი ისე ვაკეთებდით, რომ მაგალითად გერმანიაში ცხოვრება ძალიან ძნელი იყო. არავითარი სამუშაო არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ცხოვრობდით როგორღაც. გერმანელების მიერ ტყვეთ აყვანილ ქართველებში დაძონძილები და დაჭრილები რომ მოდიოდნენ, ძმამ მიცნო მე და მოვიდა და გადამეხვია თვით გერმანელებმა ტირილი დაიწყეს. ეს იყო ჩემი ყველაზე ტკბილი წუთები. ამერიკაში ჩამოვედი 1950 წელს. აი დღეს დავშით მარტო 3 კაცი. აქ ნიუ-იორკში, ერთი არის ვაშინგტონში და ერთი არის კალიფორნიაში. ეს არის მთელი ჩვენი დროის ემიგრაცია. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ქვეყნის დამიბრუნეს ნამდვილი ჩემი სრული პიროვნება მე რაც არის და მომცე საშუალება მივაღწიე იმას რის საშუალებაც რამდენი ჯანიც და გონებაც მქონდა.
ბევრმა ქართველმა საკუთარი ნიჭის წყალობით თავიდან დაიწყო ცხოვრება და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. You wanna be Americano, Americano, Americano. კონსტანტინე სიდამონ ერისთავი, გარემოს დაცვის სამსახურში. ალექსანდრე ქართველიშვილი, ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში. დიმიტრი ჯორჯაძე, პროფესიონალი ავტომრბოლელი. გიორგი მაჩაბელმა დააარსა მსოფლიოში ცნობილი პარფიუმერული კომპანია პრინცი მაჩაბელი. გიორგი პაპაშვილის წიგნი ყველაფერი შეიძლება მოხდეს 1945 წელს ნამდვილ სენსაციად იქცა. გაიყიდა 1,5 მილიონი ეგზემპლარი და ითარგმნა 20 ენაზე. ლეგენდარულმა ქორეოგრაფმა გიორგი ბალანჩივაძემ უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიოს საბალეტო ხელოვნებაზე. მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭითა და უზადო მშვენიერებით მოხიბლა ამერიკა თამარ თუმანიშვილმა. სალვადორ დალის შემოქმედებაში შეხვდებით არჩილ გურიელის პორტრეტს. ცნობილია მისი ახლო მეგობრობა ერნესტ ჰემინგუეისთან და ჯეიმს ჯოისთან. გენერალი ჯონ მალხას შალიკაშვილი იყო შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე. გივი ზალდასტანიშვილმა სოლიდური კაპიტალის დაგროვების შემდეგ ბოსტონში მაღაზიათა ქსელი გახსნა. ოთარი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1000-მდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორია. მრავალი იყო წარმატება მეცნიერებაში, ბიზნესში, ხელოვნებასა და სპორტში. 91 წელს გასიوار და ჩემი გული მაინც იქ არის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. 1994 წელს რეზო ჩხეიძის თაოსნობით თბილისში ჩატარდა ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი. უცხოეთში გადახვეწილ ქართველ მამულიშვილთა თავმოყრა მშობლიურ მიწაზე. ძალიან იღვლიანად გვთავსო მე დღესაც ვიუყოფები. მოიდეს ბარდოვას მოახსე, იწოთა გაიوار. გაუვარჯოს საქართველოს, გაუვარჯოს ქართველებს. ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა საქართველო. როცა ერთმანეთს ჭირდები ოცდაერთი წლის ვიყავი რომ დავტოვე თბილისი და მე რომ ამ ლაღიძის სიმღერა თბილისი უსმენ არ შემიძლია რომ ცრემლების შევიკავო მანგრევინარი ღალასი ჯაღარასავი ჩემოგრაჯენია თბილისო ზის დამარდების მაღარა უშენო სიცოცხლეც არ მინდა მეოცე საუკუნის მიწურულს ძმათა სისხლის ყურას ემსხვერპლა საქართველოს დედაქალაქი თბილისი. ამას მოჰყვა სეპარატისტული ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. შიმშილმა და განუკითხაობამ მოიცვა ქალაქი და სოფელი. ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დადგა. და ამ უკიდურესი ძნელბედობის ჟამს
ერის გადამრჩენის ფუნქცია ისევ ქართველმა დედამიტვირთა. ოჯახის ტრაგიკულ მდგომარეობას თვალი ვეღარ გაუსწორა და ხელცარიელმა და ენის უცოდინარმა გაბედულად შეხსნა უცხოეთის კარიბჭე. ასობით მამაკაცმა აიცულა გული ყველაფერზე. აი დაყარა ფარხმარი და თქვა მეტი აღარ შემიძლია ასე ყოფნა. მაგრამ მე არ მახსოვს ერთი ქართველი ქალს უარი ეთქვას თავის სამსახურს. ან მიეტოვებინოს, ან დაეკარგოს სამსახური, მხოლოდ იმიტომ რომ თქვას რომ მეტი აღარ შემიძლია. ზოგადად, როდესაც უცხოელი ჩადის რომელიმე ქვეყანაში სამუშაო შოვნის იმედით, ის ჩადის იქ მონური ფსიქოლოგიით. ანუ თანახმა ნებისმიერ სამსახურზე, თუნდაც გამოიმუშაოს საარსებო მინიმუმი. ეს ემიგრანტის პირველი ეტაპია. მუშაობდით სახლის დალაგებაზე, მუშაობდით მოხუცებს უვლიდით. საკუთარი მოხუცებულის მოვლაც გიძნელია და თქვენ წარმოიდგინოთ უცხოსი. მით უმეტეს ისეთი, რომელიც ამაში ფულს გიხდის და ყოველ წუთს გაყვედრის ამას. ოჯახი გამოსწორებინა წელში, რომ ჩემი პატარა შვილისთვის დამოკლებული ჯემპრი, ეს რო გონდა ჯემპრი. რაღაცა მეტი და მისთვის ჩასაცმელიც მეტი და რაღაცა გამეკეთებინა, ამ თუმი დედისთვის წავალებები. მას შემდეგ, რაც დააგროვებს ელემენტალურ დანაზოგს, ემიგრანტი გადადის მეორე ეტაპზე. ცდილობს გახდეს მასპინძელი ქვეყნის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. იწყებს იმ ცხოვრების წესით ცხოვრებას, რომლითაც ის საზოგადოება ცხოვრობს. იმავე გუნდებს გულშემატკივრობს. იმავე მუსიკას უსმენს. ამ დროს უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, რა ჭამოს და სად დაიძინოს. ამერიკა მასწავლა შრომა. მასშტაბებია ძალიან დიდი და დრო არ აქვს არავის. ყველა მუშაობს, ძალიან მაგრად მუშაობენ. გვიჭირს რომელია ძალიან გვიჭირს. მაგრამ ოჯახის რჩენის მიზნით აი ესე გვიჭიროთ სხვა რა გზაა. მესამე ეტაპი ემიგრანტის ცხოვრებაში ერთგვარი გამოღვიძება. ის თავისუფლდება მონური ფსიქოლოგიისგან. აანალიზებს, საიდან მოვიდა და რა დახვდა. უცბად ხვდება, რომ მისი ქვეყნის კულტურა არაფრით ჩამოუვარდება მასპინძელი ქვეყნისას და უჩნდება სურვილი თავისი მშობლიური იქაჩვენოს. სამშობლოს უსხვა. ყველა მიცის ჩვენი ტრადიცია და ყველა უკვე შეგუებულია რომ ჩვენ მოკეიფეები ვარ და ჩვენ ვარ დროის მატარებელი ხალხი. უახლოეს პერიოდში მინდა რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი საკუთარი მინდა. ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა მთავარი წარმატება კი წმინდა ნინოს ტაძრის გახსნა სტეიტენ აილენდში, რომელიც 2011 წლის 22 მაისს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან ერთად საზეიმოდ აკურთხა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრი. ეკლესია თუ ერთადერთი არ არის, ერთ-ერთი ძალა ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში გაერთიანებისა და არ დაკარგვისა იმ ფიქრისა, რასაც ჩვენი უძვირფასესი და უსაყვარლესი სამშობლო ქვია. რატომ ტირი ქეთო ეს თანამედროვე პატარა ძალიან პატარა ნუგზა სულაშვილის პატარა თხზულება რა პატარა. ოჯახი მომენატრად ასია. რატომ ტირიო ქეთო და ოჯახი მომენატრად ასია. დიდი ხანია აქ ხარ, 11 წელი სრულდება. დაიღალე? დავიღალე. ძალიან დავიღალე. რატომ ბრუნდები სახლში? ბიჭები მინდა ფეხზე დავაყენო. რა ხნის არიან? ერთი 23-ისა და მეორე 27-ის. ყვილა წვალო ქეთო. რატომ ტასია? ამ ხნის ბიჭები თუ დღემდე შენ კისერზე ზიან, ისინი ფეხს ვერადროს დაიდებენ. ცოტა ადრე უნდა ჩამოგესვა ძირს. ესეთი პატარა გულში მოსახვედრი და თანამედროვე კრივის განცდა ამაში ჩადებული. ემოციურფასებოდა. მე ახლა რა გამახსენდა რა?
ერთი კაცი უცხოეთში მოგიყვნა რა, ეს ოღონდ ფილმი უკვე გაკეთებული იყო და მე ემიგრანტებმა მოყვეს, ნამდვილი ამბავია რა. მოკლედ უკვე რომ დაიღალა ეს კაცი ამ ყველაფრით ამერიკაში და იმაში და მოკლედ აიღო ბილეთი, უკვე ფულის მოგროვილი აქვს რა, ახლა მე არ ვიცი რამდენი ქონდა, მაგრამ და სიურპრიზად ბილეთები აიღო და აი სიტყვაზე პირველ ივნის რო დაადგეს ახლა თავზე რა. ხო და იქ ხო ყოველდღე აბა სკაიპით და ლაპარაკი და მთელი ამბავი. და ცოლმა შეატყო რომ რაღაცნაირი ხარო რა. მითხარი და მითოს აი სიურპრიზიაო რა ორი დღე ვეღარ მოგიწევინიო პირველში გაიგებ. არა მითხარი და გადაეკიდა ხო იცი რა გადაგეკიდა ხო მე ხო იციო რომ არავის არ ეტყვი რაღაცა და ბოლო უთხრა რა რომ ბილეთი მაქვს აღებულიო და პირველში დაგადგებიო და იმდენი ესე იგი ეხვეწა იმდენი ემუდარა მე უთხრა აი შენო ყველაფერი არ მithქვამს რომ ამდენი ვალი მაქვს იმდენი ვალი მაქვს და მოუმატა და უნდა ცოტა ხანი კიდე უნდა დარჩეო რა რომ აი ეს ვალები მაინც გამასტუმრებინეო აი მას ისო კიდე იმდენი ეჩალი აი თუ გიყვარვარ და დამანახე და ჩემ თვალწინ უნდა დახიო ბილეთებიო თორე დაგიჯერებო და იქამდე მიიყვანა რომ კაც დაახევინა თუ წარმოიდგინე ნამდვილი ამბავი იმ ღამით ბულმა დაარტყა და გარდაიცვალა ეს კაცი აი ესეთი ამბავი ეხლა უყურეთ რა თქმა უნდა ის კაცი იქ 11-12 წელი ყოფილა წარმოიდგინე და გულმა ვერ გაუძლო ამას იმას რომ საქართველოში მოდიოდა ამან ქალმა შენიშნა რომ რაღაცა გახარებული ხარო აუ შენო ეთყობა მღალატობო ვიღაც არა ქალო ხო არ გაგიჟდიო აბა რატო ხარ ასეთი გახარებული რაღაცა სიხარული გაქვს და ათქმევინა რა შეცდა მაინც კაცი რა ოდა ღამე დაწვა თუ არა აი რო ეთყობა რომ სამშობლოში კიდე გადაიდო კიდე და თან თქვა რომ მე იქ ვეღარ ჩავალო მორჩაო რა მე არავის აღარ ჭირდებიო რა მიხვდა და აი ესეთი კატასტროფი ხანა ყველაზე საოცარი რაც ფული ქონდა ნანამასწავლებელო მოგროვილი იმის გადასვენებას დაჭირდა სირაძნელია გადასვენები ცინკის კუბო უნდა მთელი ამდები და მთელი პროცედურა 1-2 თვე ჩამოასვენებ და წარმოიდგინე იმ ფულის გარეშეც დარჩნენ იმ ვალიც დარჩნენ ისაც ვერ გაისტუმრა და რას ერჩი რა მოდის კაცი დაანებე რა აი ესეთი დამოკიდებულებაა სამწუხაროდ მე ასე ჩვევიან იცი ძალიან ცუდი რაც ხდება გამოგზავნილი ფული ძალიან ადვილად იხარჯება შენ რო შრომობ შენ რო აქ საწყალ 1000 ლარს აიღებ ხელფასს ის ხელის კანკალი ძლივს ხარჯავ და იზოგავ და რაღაცებს ის რო გიგზავნის $10,000 და $5,000 ისე იხარჯება როგორც არაფერი ხო და აი ასეთი ემიგრანტები ამბობენ რომ ეს ფული კი არ იხარჯებაო ჩვენი გაგზავნილიო ქართველი ემიგრანტები ამერიკაში იფლანგებაო და მე თვითონაც დაადგინეს ის შვილები კი არ იზრდებიან ირყვნებიან აბსოლუტურად მართალი ეს თავისი დადგენილია თვითონ იციან ოდა სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრივარია ჩვენი და აი ჯერჯერობით არაფერი სიკეთისკენ არაფერი პირი არ უჩანს რეალობა ასეთია ჩემოდი ვიფასებო რომ უცხოეთში მეტი ქართველი იბადება სამწუხაროდ ვიდრე საქართველოში აქ კიდე აი 1 და 2 შვილის გაჩენაც აღარ უნდა სამწუხაროდ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი ძალიან ფაქიზი ლოვარ ტუხაშვილის ატარა ჩანართი ეს მე თვითონ წარუმძღვარე ეს მეცნიერული დასკვნა ახლა რასაც გეტყვით შენდობას ვითხოვ მაგრამ ეს ფრაზა თუ არ წავიკითხე ამ მოთხრობას ესე ამძაფრებს ეს ფრაზა და იმიტომ ქალის ტვინი შთანთქავს და ინახავს ყველა იმ მამაკაცის დნმ-ს ვისთანაც ოდესმე ჰქონია სქესობრივი ურთიერთობაო ეს მეცნიერული დასკვნა იყო ეს ამოვიღე შემალ ყრთო რა ამან აი არ ვიცი რა წარმოიდგინეთ ესე იგი და მე გახსოვთ ერთი პერიოდი ჩვენ დნმ-ის ანალიზზე ვისაუბრეთ აი ჯიშზე ჩვენ როგორ გადავარჩინეთ 1000 წლეული აი როგორი წარმოიდგინეთ ჯიში და გენი და სისხლი და მოდგმას
ჰქონდათ 8000 წლის, 7000 წლის ქართველებს ისეთი გვაქვს დღესაც. როგორ გადაარჩინეს, ეს არის სრულისა. აი ამიტომ, რომ ქართველ ქალს თავისი პატიოსნება სიცოცხლეზე მეტად უხილავთ. თავისი ქალწულო. და ეს ამბავიც ერთ-ერთი პატარა მგრძნობია, საყვარელი ამბავია. გონი ეს მაშინ წიგნში არ მქონდა გამახსენდა და წიგნის რაღაცები რომ მომდის ხოლმე ვერ ჩერდები წინასწარ მოგიყვებით ხოლმე და ესაც გონი მოყოლილი მაქვს, მაგრამ აქაც ხოლმე ჩავწერთ. შაჰაბას პირველს ჩაილურელი გლეხის გოგო აჩუქეს. აჩუქეს რა მოიტანცეს და მე ბაზარში გაყიდეს რაღაცა და პატარა გოგო ოქრომ კერდით ნაკერ ატლასებში გამოუაწყვეს. შახის საცოლეს ოქროს საწოლი დაუდგეს. უძვირფასეცი ხალიჩებით მოქარგული დარბაზი გამოუყვეს. ოქროს მაშიები ჩააცვეს. გიროდა მაინც გოგო. ახტაცებული შემოვიდა 60 წელს მიტანებული შაჰი. გაუკვირდაო რა. ვაი შენ ჩემო ჩაილურის ჩალაო. ანუ ისეთი გაჭირვებული ოჯახიდან იყო რომ ლოგინიც არ აქონდათ მაშინ. და ჩალაზე იძინებდნენ თურმე რა, ალბათ ჩალას გადააფარებდნენ რაღაცას ძველ ძონძმანძებს და იმაზე იძინებდნენ და ესები ოქრო ვერცხლი და სიასამურის ბეწვებს შეაწვინა შაჰმა და ეს კიდე ტირის აი ჩემ შედაქ. შაჰმა იცოდა ქართული რა. და ვაი შენ ჩემო ჩაილურის ჩალაო. გამოიყვია ბავშვმა, ძულვარედ მოიშორა მამაკაც. ღარიბი მშობლები ჰყავდა გოგოს. ქვეშაგები ბუმბულით და მატყლით კი არა, ჩალით ჰქონდა გადმული. გაცოფდა შაჰაბას პირველი. სოფლიოს მბრძანებლის ცოლი ხდები, ჩაილურის ჩალას როგორ მისტირია. დასცინა რა. ახელი იყო გოგო, კახურად უთხრა. მიმიფურთხებია შენი წილი მსოფლიოსათვის. ჩაილურის ჩალად არ მიღისო ირანის დედოფლის გვირგვინში. გენაცვალე რა. მაგარი სიტყვებია. ეხლა შეიძლება ლოვარდმა მოიფიქრა ეს ეხლა რა იცის იქ, მაგრამ ხო მაგარი ამასაც ხო დაწერა უნდა რა. ქართულად, კახურად, ტუხაშვილი ჩემი სოფლელია ბოდბისხეველი. ხო და ქურციკივით გოგო იყო. ავაზასავით მოქნილი და ღონიერი. თავისმა პაპამ ასწავლა მოძალადე მამაკაცთან ბრძოლის ხერხი. იმას სთხოვდა ღმერთს ქართულად გამიყვანე ამ სატანჯველიდან. მალევე აუხტინა საწადული. როდესაც შაჰაბაზი მის უმწოკლობას მიეტანა, ისეთი შიშმაგით ჩაარტყა ფეხი მზის წყნულში, მთელი წლით მაინც დაუკარგა ირანის ლომს ქალისკენ გახედის სურვილი. ანუ გათიშა რა კაც ისე ჩა. ვაი შენ ჩემო დაუცველო სიამაყეო. ვაი ჩვენო გასრესილო ხირსებაო. מחვილებზე წამოაგეს 13 წლის ბავშვი ალახის სწორი შეურაცხყოფისთვის. ეხლა ხო ბარემ დავამთავრო, ჩაილურის წყალი გამშრალა იმ წელს გოგონას დარდითო, ეს რაღა უნდა აწერინა, უნდა ალოცვის. წყალი დაშრაო რა გოგონას. გმირი ქალწულის უკვდავი სული საქართველოს ზეყანა შეუერთდა მარადისობაში. ზვარაკა დაღვრილი უმანკო სისხლიკი დღესაც მალამო დაფენია ჩვენს ნატანჩ მიწაწყალს. აი რატო გვიყვარს ეს მიწა და აი ესეთი ლამაზი და სპეტაკის სისხლით რო არის გამწყინებული და ვინ იცის ეხლა რამდენი ამბავი კიდე ჩვენ არ ვიცით ხო? ეხლა ერთგან უწერია ლოვარ ტუხაშვილს რომ სადღაცო ერთი გოგო შემხვდაო თარგმნელიო და იმან მომიყვა რაღაცა ამბებიო რა ქართველებზე იცოდაო და ამოწერა და მე შეიძლება გაამხატულა რამოდენიმე რა. მაგრამ ფაქტია რომ ახლა რომ გინდოდეს თუ გენი არა გაქვს, თუ სისხლი ასეთი არა გაქვს და თუ ეს ყველაფერი შიგნით არ გტკივა, უბრალოდაც ვერ მოიფიქრებ ასეთ რაღაც. რატო სხვა ეს არა აქვს ასეთი რამ? რომ ჩვენ ისტორიამ რეალურად განიცადა ეს სიმძაფრე და ეს ტკივილი და ჩვენ სისხლში უგრძნობთ ამას და ჩვენ გენში უგრძნობთ ამას. აი ესეთი საოცარი ამბავია ხო? ბოლოს პატრიარქის, ჩვენ წმინდა პატრიარქის ილია მეორის ამონაწერით დავასრულოთ ეს მიწის ჯვრის თემა. მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ მათ, ვინც იოლი გზებით ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს.
ეხლა ხო წმინდა პატრიარქია ძალიან მალე წმინდანად შერაცხავდა მისი სიტყვები გახდება როგორც წმინდანის განსაკუთრებული და შეუმცდარი და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ მიუხედავად ყველაფრისა უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცული რადგან სამშობლოში ახლობლები ნათესავები მეგობრები გყავთ რომელიც განსაცდელი ჟამს გვერდში დაგიდგებიან იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი ერთმა მომიყვა თან შოტლანდია უფრო ეროვნული ქვეყანაა ახლა ამერიკასთან და იმასთან შედარებით შოტლანდიაშიო გული წამივიდაო აი უცბათო რომ ბევრი ხალხის იმისგანო და ესე ჩავიკეცეო და აი თან დავკარგე გონება და თან ვერო ფეხზე მაბიჯებდნენო ნახევარი საათი ვეგდეო და ერთმა კაცმა არ წამომაყენეო აი ქართველმა კაცმა მომიყვა მე თვითონ ცოცხალ მკვდარი არის და გამოვბობდიო რა მე აი ხლა ჩვენი ლიზა ჩაკაშვილის მამა არის წასული და ბინა არ აქვს მაგათ და იტანჯება ის კაცი აღარ შეუძლია ერთი წელი თუ ორი წელი შეუსრულდა და იმ დღეს ჩავერთეთ როგორ ახალ მეთქი კითხე და იტანჯები ლექსო მასწავლებელოს ესე იგი შემიძლიაო რომ ორი კვირიდან ერთი დღე დავისვენო არ ვისვენებო დღეთაღამე მუშაობო მერეო ქართველებსო არ ვეცნობიო რომ მერეო მომიდება მათთან დალევაო და რაღაცეებიო და არ მინდა რომ კაპიტი დაიკარგოსო მალე მინდა მოაგრო და მოხშორდე ამ ჯოჯოხეთში ვარო აი ჯოჯოხეთში ვარო და რა მოყვა დღე არ გავაო გივი მასწავლებელო პატარა ბავშვი რო არ გაიტაცო ამერიკაში ერთი დღე არ გავაო აი გამორიცხული დიდრი შვილები ამერიკელები ხაპაო აი ეს პირდაპირ იტაცებენო ვინ თურმე ეს ზანგების მოდგმა ეს არაბები დუელები რავი რა ხალხი არიან ვინ არიან არეულია ყველაფერი იქ რას გაიგე და ეთყობა ვაჭრობა მიდის ამ ბავშვებით ესე იგი და აი მე ხომ სკოლათ მუშაობო ეს სიტყვაზე შემიკვეთესო რა ძე კარტოფილი რაღაცა ამას მოიტანო ხო უნდა სამუშაო იყოს ყველაფერზე დავდივარო და როგორი წესი აქვს იქ რომ მიხვალო კარებს რომ დაკაკუნება არავინ არ გაგიღებსო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სახში არ არიან უბრალოდო ჩვენ ისე ვართ დაშინებულებიო რომ არავის არ უღებ ბავშვებიო და კატეგორიულად გაფრთხილებული ამით შენზე იციანო რომ მიუტან მაგრამ დატოვე კარებთან გამოდიო მერე და ჩვენ მოგწერე რომ შენ უკვე იყავი და თავისუფალი ხარ და ბავშვებს როცა ჩამოხვალო სადა მერე ურეკავე რომ გააღი აიღე მან არის ის ყველაფერი ამ დონეზე არიან დაშინებულებიო აი გავგიჟდ იმიტომ რომ ვერ აჩერებენო პოლიცია ვინ არ არის ჩართულიო საერთოდ ვერ ყოველ დღე იკარგება ბავშვი წარმოიდგინე რა დაუცველი ქვეყანაა აუცილებლად დადგება დრო უკან დაბრუნებისა და დაგისვამენ კითხვას აი ემიგრანტებს შეუბნო სად იყავით მაშინ როცა სამშობლოს უჭირდა საზღვარგარეთ შეიძლება სასწავლებლად ან საქმიანი ვიზიტით წასვლა მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქაური სიძნელეებისთვის თავის არიდების მიზნით არაო ეს მოქალაქისთვის უღირსი საქციელიაო პატრიარქმა არ შეიძლება სულით დაცემა შენში და შენს გარშემო მხოლოდ ცოდვის მორევის დანახვა და ვერ შემჩნევა სიწმინდისა არ შეიძლება ერის სულიერი ამაღლების წმენის დაკარგვა არ შეიძლება ღალატი და უმოქმედობაო ეხლა მიწის ჯული ეს ფილმი ჩვენ რეზო ჩხეიძის თაოსნობით რეზო მეგობრობდა ჩვენს პატრიარქ ილია მეორესთან იცით თქვენეს და მოგლეთ უთხრა რომ ერთი ფილმი უნდა გაჩვენო და საპატრიარქოში დაინიშნა ეს შეხვედრა და ჩვენ შევედით საპატრიარქოში დაახლოებით 1:20-50-მდე კაცი ვიყავით და დიდ ეკრანზე პატრიარქი წესწრებოდა ესე იგი მე მოგწეს საშუალება რომ ინტერვიუები აგვეხო იქ არა პატრიარქი ინტერვიუს დროს სამჯერ ატირდა აი ვეღარ ლაპარაკობდა ხელა ემოცია მისცა იქ პირდაპირ ერთ-ერთ ეს ჩვენ შენახული გვაქვს ეს ვიდეო მასალა ფილმებშიც აგვაქვს ჩართული და იქ იძახის რომ დედა ჩემი გვეუბნებოდა რო გზდიდაო და მე დაიწყო ტირილი
როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ სამშობლო არ მიატოვოთ, უცხოეთში არ წახვიდეთ, აი ესე გაგზარდაო. როგორც არ უნდა გაიმახსოვრეთ, დღე არ გავიდოდა რომ არ ეთქვა. როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ სამშობლო არ დატოვოთ. ეხლა ესეც დადგენილია თქვენ გეცოდინებათ რომ თურმე ქართული მოდგმა ბედნიერი ვერ არის თავისი მიწაზე ცხოვრების გარეშე. მარტო ქართველი ყოფილა აი ესეთი არც ერთი ერის, არც ერთი წარმომადგენელი თურმე თავის სამშობლოს ტოვებს არ აქვს ასეთი მძაფრი ნოსტალგია და ასეთი რაღაცა. მათთვის სამშობლო აი შალვა ამონაშვილი ვეძახ. მათთვის სამშობლო ის არის, სადაც კარგად ცნობენ თავს. ქართველის სხვანაირია, აი ჩვენ მოდგმა სხვანაირი გვაქვს, გენი სხვანაირი გვაქვს, სისხლის სხვანაირად გვიჩქებს და ის ფესვები კიდე სხვა რამეს ვთხოვს. ეს ფილმშია განხორციელებული და ვიტყვი რომ ერთი ესეთი ჩანაწერი ვნახეთ. იყო ერთი გურული კაცი ნიკოლოზ ჩხოტუა, რომელიც იყო დიდი თანამდებობის კაცი, ელჩი იყო რამოდენიმე ქვეყნის და საკმაოდ ავტორიტეტი და ევროპაში ცნობილი და განთქმული და მისი მიზანი იყო სამშობლოში დაბრუნება, მეტი არაფერი არ უნდოდა. და რაარეცა და მაშინ საბჭოთა მოხელებმა მოკლედ ამის უფლება არ მისცეს. რა ვერ გააკეთა რა, ფულსაც იხდი და ყველაფერზე მზად იყო, მაგრამ არაო რა, გამორიცხა. ხო და ბოლოს ასეთი ანდერძი დაიბარა სიკვდილის წინ, თავის ორ მეგობართან. აი ჩემი ანდერძი ეგ არის, მე რომ მოვკვდებიო, ჩემს სხეულს ვერ გადაიყვანთო, მაგრამ გული ამომაცალეთო და გაჭერითო ჩემი გული. ეს გული დაწვითო და ის ფერფლი გადაიტანეთო ქართულ მიწაზეო და ჩემი გულის ფერფლი მაინც მიაბარეთ ქართულ მიწასო. აი ეს არის ჩემი ანდერძიო და გარდაიცვალე. ხო და გაუკეთებიათ, ბიჭო, ამოაცალეს გული, წარმოიდგინე, დაწვეს. ხო და მე ეს რომ და წავიკითხე რა, ამადამ სასაფლაოზეო. წავედი, ერთი ორი მეგობარი წავიყვანე, ვეძებეთ და ვიპოვეთ რა ეს ადგილი და ფილმშიც ამაზე დაწერია. აქ განისვენებს ქართველი ემიგრანტის ნიკოლოზ ჩხოტუას სამშობლოს სიყვარულში დაფეხმლილი გულიო, ასე აწერია. აი, ეხლა თქვენი მითხარით რა, ვის შევადარო ეს ქვეყანა? ასეთი რამე ვინმეს გაუკეთებია? ან ასეთი ანდერძი ვინმეს დაუბარები, ან ამას შეასრულებ და ქართველები რო არ ყოლოდნენ, ეხლა ვინ გააკეთებდა ამას? და იგივე ეხლა ფესვები ფილმში რაც არის ვიცით ჩვენ და აი ეს არის ჩვენი ქართული მოდგმა. მე ერთსაც გეტყვით, კი, ზოგი ადამიანი ფული იშოვა იქ და სამშობლო აღარ უნდა და მაგრამ ვერ ვიტყვი რომ კარგად იქნებიან ისინი. აი კარგად გამიგებ. კარგად ყოფნა რა არის, ის მადლი აკლიათ, ის სარწმუნოებრივი ის დაკარგული აქვს იქ. იქ ეროვნული შე რომ მეგობას ვახტანგულში ჩაეხუტები და შე რომ მამა პაპის სადღეგრძელოს ის ცრემლით რო იტყვი და რომ გაგიწყდება სიტყვა და რომ ჩაეხუტები და შენ მიწას რომ დაემხობი და დაკოცნო. ამას იქ სადნახავ და ეს თუ მოგშორდა, ეგ რაღაც ცხოვრება, აი მითხარ. ეგ არის ზუსტად რა, აი შალვა ამონაშვილმა რო თქვა, რომ დასავლეთისთვისო სამშობლო ცნება აღარ არსებობს. ისინი მათთვის სამშობლო ის არის, სადაც კარგად უხდიან. აი დაახლოებით დაკარგული უკვე ყველაფერი და ყველაზე სამწუხარო რაც არის, ჩვენი შვილები ყველაფერს კარგავენ იქ. ენას რო კარგავენ, ყველაფერს კარგავენ. ენის დაკარგვა ეს არის ჩვენთვის. იქ რა თქმა უნდა ქრისტიანობა ეხა ტაძარში კი დადიან ეს შვილები, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე ისინი უკვე ითქვითებიან თავის ასაკის ბავშვებთან, უკვე სტუდენტები ხდებიან. ერთი მოძღვარი არის მამა ალექსანდრე. ხო და სუფრაზე რო კარგა ხანს ერთად მოგვიწია ყოფნა, მერე გვითხრა რომ მე კაცი არა ვარ. რატო ამბობთ მამაო ჩვენ? იმიტომ რომ სამი ქალიშვილი წამოვიყვანეო ამერიკაშიო რა და რატო წამოვედიო, რომ შვილებისთვის მინდოდა ბედნიერი მომავალიო. ჩემი სამი შვილიდანო არც ერთმა ქართული არ იცისო, ყველა უცხოელს გაყვაო და ყველა დაუკარგეო ეხლაო რა.
და ვეღარც მოვდივარო, იმიტომ რომ დამნაშავე ვარ ქვეყნის წინაშეო და ამის უფლებაც აღარ მაქვს. რასაკარგი ქართველებიც არ აყვავს, ჩვენი ძმები და დები არიან, ჩვენ ისინი გვიყვარს და ჩვენ უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ისე ავაშენოთ ეს ქვეყანა, რომ მათაც სურვილი გაუჩნდეთ ამ ლამაზ ქვეყანაში დაბრუნების. ესეთ ტკივილით დავასრულოთ ჩვენი მიწის ჯულის თემა. ყველაზე ძნელი კი ქართველი ემიგრანტებისთვის მეოთხე ეტაპი აღმოჩნდა. თითქო უკვე გადალახა კრიზისი. წარმატებასაც მიაღწია უცხოეთში. პატარა საქართველოც მოაწყო შემოგარენში. თითქო უნდა დადგეს ჟამი ხალისის, ბედნიერების და უცებ მოულოდნელად თავს იჩენს ახალი, უფრო ღრმა და შემზარავი ტკივილი. თუმცა არავინ არ ყავდა ამ ძმების განმავლობაში გვერდზე, ვისაც ჩვენ გაუზიარებდი შენ გრძნობას, შენ სიყვარულს. იმის იმედიც არ აქვს, რომ ვინმე ნაცნობი შეხვდება ქუჩაში და რაღაცა ეს ნაცნობის ქუჩაში შეხვდა, ეს დიდი სიხარული არის, მოკითხვა ოჯახებში მისალმებების გაგზავნა, საუბარი. სამშობლო ეს ქვეყანა არასდროს არ გახდება. მაინც სტუმრად გრძნობ თავს, მაინც უცხოარი, არ არის მშობლიური, არ არის თბილი, არ არის ისეთი ახლობელი. ის სიღრმე აქ არ არის. როცა ადამიანი გიღიმის და ამ ღიმილში სიყვარული. ყოველ წელიწად სხვადასხვა კლასს იცვლი. ამიტომ ეს უშლის დამეგობრებას ხელს და ხალხი უფრო ადვილად სამართავია. ჩვენ იქ ოჯახის წევრები ვართ, მე იქ ზაფხულში ჩემი კლასელებისთვის და ჩემი ნათესავებისთვის ჩავდივარ. იქ უფრო, აქ ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ისეთი გემო მაინც არ აქვს იქ, რომ არ ვიცი, ჩვენ გვეჩვენება ასე თუ. მერცხალზეა ნათქვამი, ციხის ფანჯარაზე მერცხალი ბუდეს არ იგებს. უკვე აი 9 წელი სრულდება რაღაც 2-3 თვეა დარჩენილი. ჯერ მერცხალი არ მინახე. იქ რო ჩადიხარ ყველაფერი გიყვარს. ის უწესრიგობაც კი მიყვარს. ბორჯომის ეტიკეტი დავინახე ამერიკაში ქუჩაში ძირს ეკდა და ქართული ასოები რო ეწერა დამენანა და ავიღე. ქვა, ფოთოლი ნებისმიერ რაღაცა რო იცი რომ ეს იქიდან არის ჩამოსული, ამას მე ხატებ ჩემთვის არის წმინდა. აეროპორტიდან რო გავედი, პირველად ქართულ მიწაზე ფეხი რო დავადგე, მუხლებს დავიჭოქე ვაკოც. ის მიწა რო გააქვს, ის შენი ფესვები იქიდან არის და რაღაც ძალა, რაღაცა სიყვარულია სხვა სითბოა. დედა ჩემი მენატრება ყველაზე ძალიან. 13 წელი არ გინახავს. არა. და ვიცი, რა თქვა კიდევ. ჩემი შვილები მენატრება პირველ რიგში. ჩემი ხევი მენატრება. ყველაზე მეტად მაინც ჩემი ხევი მენატრება. ფასანაურში, ჩემს სოფელში გამასწრებდა, ჩიტაურებში, ლანშარობას, ლომისობა ერთკვირაში, ჟიპიტაური ერთიჯი გამაწევინა და ხინკალი. იქაური ხინკალი, რა თქმა უნდა, დაკებილი ხინკალი. და ჩემი მშობლების საფლავზე აი სოფელში ამიყვანა. ყველაზე მეტად მენატრება დედა ჩემი, რომელიც არ მინახავს 12 წელია და ჩემი შვილი, რო წამოდი 10 თვის დავტოვე. პატარა ლექსო, მამა ჩემის მოსახელი და დღემდე არ მინახავს ხანდახან ტელეფონით გვაქვს ხოლმე ურთიერთობა. დავაშკაც და დიდი ბიჭი არის და არ უნახავთ შვილები, არ უნახავთ დედები, არ უნახავთ ოჯახის წევრები წლების განმავლობაში. ხდება საშინელი გაუცხოება. შეხვედრის მომენტში უკვე მათ საერთო ენა აღარ აქვთ, მათ არ აქვთ საერთო სალაპარაკო. მათ არ აქვთ საერთო აზრი, ის ძარღვი. ჩემი შვილი კი პატარა ახლა ამჟამად, მაგრამ დედას ეძახის ყველას ჩემს გარდა. კივილი ის არის, რომ 13 წელზე მეტი არ მინახია ბავშვი და სიხარული კიდე ის არის მომავლის იმედი. ნუ შევხვდები. ძნელია, რო შეხედა უგონოს. რომდები დავგებხედავ შესხრია თვალებს. რომდები დავგვევიცი ვინ გამიღებს გარე ზარს დავრეგავ და შენი ხმა იწკრიალებს ზარად მამა მოვიდა ჩქარა დედა ჩქარა ზარს დავრეგავ და შენი ხმა იწკრიალებს ზარად მამა მოვიდა ჩქარა დედა ჩქარა ძალიან მინატრება და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როდის დადგება ის წუთიო
აეროპორტში მამაჩემს ჩავეხუტო ძალიან მაგრად და სულ ვიქნები ალბათ მამაჩემის გვერდით. იმ შეხვედრას გაუმართოს, იმ ზარის დარეკვას, იმ კარზე დაკაკუნებას შვილი რომ გაგიღებს. და რო უყურებ მართლა ეს არის თუ მეჩვენება. სიხარულს გული ვეღარიტებს, ვენაცვალე მელით დასრულს შესფაციათითებს. გაწარმოებული ჩვენ არ უნდა გავხდეთ ამ ქვეყანაზე. რასაც არ უნდა მივახციოთ ამ ცხოვრებაში. ჩვენ დავკარგეთ ის დაუბრუნებელი წლები. რასაც გვია ოჯახთან, ბავშვებთან, მშობლებთან ურთიერთობა. ეს არის ამერიკის წესი ცხოვრების ჭაობი, რომელიც გითხრევს ერთ წელს მეორე მიყვება და 14 წელი მიხდება მეთქი აღნიშნული სექტემბერში. აქაურებ ყოველ დღე დაბრუნებაზე საუბრობენ, მაგრამ არავინ არ იცის ზუსტად მოდის დაბრუნდებიან, როგორ დაბრუნდებიან. ზარდავრეგავდა შენი ხავაი წრიალებს ზარად მამა მოვიდა ოჩქარა დედა მზივარ ზღვის ნაპირზე და თვალცრემლიანი გაოცქერი დასალიერს. მენატრება ჩემი სამშობლო. ტკინულამდე მენატრება. აგერ უკვე 13 წელია უცხოეთში ვარ და ჩემ მშობლიურ მიწაზე ფეხიც არ დამიდგამს. რაქაურობა გასამოთხებული ჯოჯოხეთია ჩემთვის. ჩემი ბედყრული საქართველო კი გაჯოჯოხეთებული სამოთხე. ქართველისთვის სამშობლო ფესვია, რომლისგან მოწყვეტა სულიერი სიკვდილის ტოლფასია. ასე თვიდან თვემდე მივათრევ გაუხარელ სიცოცხლეს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ვიცი როდის მეღირსება უკან დაბრუნება. წლები კი გარბის და ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა თავისუფალი კატორღა. სულსა და გულს რომ ადევს მონატრების პორკილებად. შვილები გაეზარდათ, ისე შვილიშვილები შეეძინათ. მშობლები ისე დამარხეს, რომ არავინ არ უნახიათ. მამიკო, იცი როგორ მომენატრეო, მამიკო არ უთქვია არასდროს და მაგრამ მიყვარხარო და მაგრად მომენატრეო. და ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი და გავიგე რამოდენიმე დღეში რომ გარდაიცვალა. ცოტა გაუგრძელე და ჩემს სიცოცხლე, მაგრამ ის წავიდა ვერ დამიმშვიდო. ჩემი ძმა ჩემზე პატარა იყო, მე ვიყავი დედაც, დაც. მეგობარიც ყველაფერი და ეს რო და ვერ წავედი. გინდა რომ დაემშვიდობო, გინდა რომ ბოლო სიტყვა უთხრა, გინდა გამოემშვიდობო დედას. გარდაცვლილები აქაც არიან, ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა სიმსივნით და სტეიტენ აილენდზე არის სასაფლაო, სადაც უკვე 3 ქართველია. დიანეჭი დაბადებულ ორგანოს. ეს ბაბოს საფლავისა. სპეციალურად აკეთებენ სამარხს, რომ მე გადასვენება მოახერხო რამოდენიმე წლის მერე. ანუ ეგ შეგიძლია წინასწარ შეუყვეთო და რა თქმა უნდა, ღმერთი ყოველს უნდა რომ თავის მიწას მიაბაროს მშობელი. დედას პირობა მივეცი რომ აუცილებლად გადმოვასვენებთ. აუცილებლად და მივაბარებთ ჩვენს ქართულ მიწას. აი ამ ჩემი 20-23 წლის განმავლობაში ათეულობით ქართველისთვის არის წესი აგებული. თითქმის სასაფლაო არ არის, აქ გარშემო რომ ქართველი არ იყოს დასაფლავებული. ჩვენ ბაბოს არ დავტოვებთ ამერიკელ მიწაში, იმიტომ რომ საქართველოში დაიბადა. ამაზე სატანჯველი წლები არ ამქონია ცხოვრებაში და დათრუნებული ვარ. ყველა ქართველი ასე. ნიკოლოზ ჩხოტუა 1940 წელს გახდა ამერიკის მოქალაქე. წლების განმავლობაში ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. ოცნებად კი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში ავადმყოფობამ ხელი შეუშალა.
მაშინ მან ანდერძი დატოვა, რომ მისი გული მაინც დაემარხათ საქართველოში. საბჭოთა ჩინოვნიკებმა ნათესავებს ცხედრის ჩამოსვენებაზე უარი განუცხადეს. 1988 წელს პატარა ურნა, რომელშიც ნიკოლოზ ჩხოტუას დაფერფლილი გული იყო მოთავსებული, ზურგ ჩანთით გამოაპარეს მოსკოვის საბაჟოს. თბილისში ჩამოიტანეს და ვერის სასაფლაოზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან მალულად დაკრძალეს. უნდა დავბრუნდეთ ჩვენ დედა სამშობლოში, ღვთისმშობლის საფარველში მოვიდეთ და არ მივატოვოთ ეს უდიდესი მადლმოსილი მიწა. უდიდესი მადლმოსილი მიწა. რა არის ჩვენი ცხოვრება, კაცო, მშვენიერი სიმღერაა ქართველებს. მოვა სიკვდილი უჩინ ვერ წამში აქ ყრისი არ ახსო. ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნას, სხვას არა წაუღიაო. რას წაიღებთ ამ ქვეყნიდან რო წახვალთ? რას? ახლაც ომია. ომი უსისხლო, მშვიდობიანი. ვაშკაცობა ამისთან ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაშკაცობაზე. თვითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება. ამას ღაღადებს, მაგრამ ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი. ვაი რომ არა. არ ვიცით რანი ყოფილ ვართ. არ ვხედავთ რანი ვართ. ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ და საკმაოა ხელი გუკრან. შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. აბა შენი სამშობლო რა არის, დედი? რა არის შენი სამშობლო? არ ვიცი. არ ვიცი. საქართველო, ჯორჯია. აი, ამ ტკივილებით გულდამძიმებული გიბრუნდები ჩემო ტანჯულო ქვეყანაო. შენ საქართველოში? შენ კი გულმოსული და ნაღვლიანი მეკითხები. რა მომიტანი? რა მალამოსასცხეები არებსა ჩემსა? რითმან უგეშებსევ და მოსილსა? ეს ბავშვები აქედან ჩემი ბავშვებიდან რამოდენიმე ბავშვი თუ გამოვა ქართული მენტალიტეტის რამოდენიმე ბავშვი დანარჩენი ხო მე გამიჭირდა უკვე ქართულად ლაპარაკი. სამწუხაროდ არაფერი მაქვს ათქმელი. მხოლოდ ცრემლი მისველებს ბაგეს. სინანულის ცრემლი. ეს ყველაზე ღრმა და დამაჯერებელი არგუმენტი გულწრფელი სიყვარულისა. არა, აქ ამართლება მაინც. ამდენი წელი ამერიკაში ყოფილიყო. ფოჩიან კამფეტებზე გაყიდული ქართველები ხო არა ვართ, საკუთარ თავს ვეძახით ხო. გვიჭირს, მაგრამ რატომღაც ოჯახი პირველ ადგილზე გვიყენია და შეიძლება არასწორი გვაქვს არჩევანი გაკეთებული. თავი და თავი ამ უბედურებისა კი ის არის, რომ განვთითეულდით. და თვითვეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილის აზიდია. თვითვეულმა ჩვენგანმა თავისი საკუთარი ქვეყანა ააშენა შემოღობილში და საზოგადო სახელი მამული თავის კერძო მამულს დაარქვა. ცოტა გიჭირს. და თქვა, თუ მე არ ვიქნები ქვაქვაზეც ნუ იქნებაო. ამან ეს ამის ქვეყანა და მან აქ უნდა იცხოვროს. ეს ამის ქვეყანა აქ არის დაბადებული. ქართველი, რომელიც საქართველოშია დაბადებული, მოწყდა თავის ფესვებს და აქ ცხოვრობს და უკან დაბრუნება არ უნდა. თქვენ რატო ფიქრობთ, რომ ამერიკაში დაბადებულს საქართველოში დაბრუნება მოუნდება? ეს ახალი თაობა, რომლებიც ახლა 7, 8, 9, 10 წლის არიან, ძალიან რთულია ამ ბავშვების წაყვანა ამ ქვეყნიდან. შენი სამშობლო რომელია მითხარ? რა? ვიცი რომ აქ დაიბადა, მაგრამ შენი სამშობლო რომელია? რა? საქართველოა შენი სამშობლო თუ ამერიკა? ამერიკა. იმიტომ რომ ჰოკეისტი ვარ. ამიტომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ დედიკო და ღვთისმშობელს, ჩვენ უფლის კვარც და ვიყოთ მშვიდად და ვიყოთ დაცული ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ბოროტის ამოქმედებისა. ხელისუფლებამ, ეკლესიამ, მშობელმა, ჩვენს უყველამ, ყველამ დიდი როლი უნდა ვითამაშოთ, რომ ეს ბავშვები არ იყოს დაკარგული თაობა. ვაი, იმ ხალხსა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში ყველა. საცა თვითვეული ყველასათვის არ ფიქრობს და ყველა თვითვეულისათვის. შენთვისო, მე ჩემთვისო. ძმებმა ერთმანეთს უთხრით. შენ იქით წახვალ და მე აქეთ. ვანდე თითქმის დაავიწყდა ქართული. ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ
კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული გამარჯობა მითხრა შენ მე და მე შენ ჩემო დაკარგულო ძმაო თუ დაო. და ბოლოს ქართლის ცხოვრება არ დასრულებულა. ის დღესაც იწერება. იწერება თავდადებულ მამულიშვილთა ოფლითა და სისხლით. ასეთები კი მრავლად არიან მიმობნეული საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ. საჭიროა მხოლოდ მათი თავმოყრა დიადი მიზნით. როგორ უშველოთ ჩვენ სამშობლო ქვეყანას. აი, საქმე, საყოველ ქართველო. მას გაუმხნევდეთ ქართველებო. ერთი მიწაწყლის შვილებო. დაუბრუნდეთ ჩვენს მიტოვებულ სოფლებსა და ოღრო-ჩოღროებს. ქრისტეს სახელით შევიკრათ და მოვემზადოთ მეორე დიდგორისათვის. ღმერთმა ინებოს რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დაუბრუნდნენ სამშობლოს. პირჯვარი არა მაქვს, მე აქ ამერიკაზე დაწერილი. და მე გმირს უძახი იმას, ვინც საქართველოში ბრუნდება. ჩემი მტერი დაბერდეს აქ და მოკვდეს. საქართველოს გამარჯვება! მე დავბრუნები საქართველოში! ასე წარდეს. Welcome, honey, welcome. კიევში დავფრინდი ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ნახევარზე მეტი გზა მქონდა გამოვლილი, მაგრამ რო გამოაცხადეს რომ თბილისს უახლოვდება, გული ვეღარ ეტეოდა საგულეში. მადლობა უფალს. მადლობა ღვთისმშობელს რომ გამაბრუნა 4 წლის მერე მშვიდობით საქართველოში და არ ვიცი მე ვერ გადმოვცემ ახლა ყველაფერს რასაც განვიცდი სიხარულზე მეტი თუ შეიძლება რაღაცას ეწოდოს და მეტი ეწოდოს ეს არის Შემოამაზო სამშობლო შენ გიგენაცვალე